გაუმარჯოს მაყურებელს. ჩვენ დაგიბრუნდეს მისაყოლებელი პოდკასტით და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ულამაზესი და უსაყვარლესი ლევან კვარაცხელია. მადლობა რომ დიდი მადლობა. არა, ბევრი რეგალია გაქვს. კოფილი კაი, მაგ. გადასარევი, საუკეთესო, მაგრამ იქიდან გიღებენ მაინცაც რომ. ბიჭო, ძალიან ბევრი რეგალია გაქვს და მარტივად თქვი რა, ულამაზესი და უსაყვარლესი. ავიც მომღერალი, არა, სცენარისტი, იუმორისტი, მსახიობი, მსახიობი როგორ არა, მომღერალი როგორ უარყო? ბევრი იმასაა. მომღერალი. შენ რო კლიპები გაქვს, მაო, გიასთან ერთად შენ გოიტი ჩაწერილი არა. ხო, და ეგ. მიდი და იძახე ხა. უბრალოდ ვერ გავყევი რა. ყველაფერი შენ. ბოლომდე ვერ გავყევი, მენისკი. ჩვენ ეხა დავამუღამე რომ ტენდენცია გვაქვს ესეთი რომ ბოლოს ამი გადაცემან მოგზაურობის შემდეგ მოყვანილი ხალხი ყავს რა. თემო საფრანგეთი, სოსო კორეა და შენც თემონიკაბაძე ყავდა საფრანგეთში. კი, მათ შორის და შენც ეხა საფრანგეთიდან გვევიღაცა ერთად ხო არ ვიყავით. ვიღაცა გოგოს სურათი ჩამოიტანა, რომელსაც იყო. მანამდე იყო. შენ ხო ჩამოიტანე რა მეგეც გოგოს სურათი არის. როგორია საფრანგეთი? აი შენი დანახული საფრანგეთი როგორია? კარგია, მე ვიყავი. მეორეთ ვიყავი. ხო. და კაია, ძალიან კაია. მე მომეწონა ძალიან ვიდეოში კვერცხის გადაგორება იქ საფლავზე რო დადიოდა კვერცხს რო აგორებდა. არა, იქ სხვათა შორის ხო აგორებდი ამ კვერცხებს და ბოლო საფლავზე რომ მე დამხვდა იქ გაგორებული კვერცხი, ამეთქი რა ხდება. აი, მართლა? მართლა კი, ამ დგომას ეთყობა იქაც აქვს ტრადიცია. ან ვინმე ქართველი ჩავიდა. აი, ეჭვი მაქვს რომ ქართველი ჩავიდოდა. რავი, მანც თუ გააგორა, რავი, ეგრე ქართველი ჩავიდა, მე საცოფში იყო. არ ვიცი. როგორი იყო პარიზი? პარიზი ორი დამიხასიათო. გავს ცოტათი თბილის. თავისი ან ის ტურისტული მართლა გავს. ძალიან მიჭირს მაგის დაჯერება, მაგრამ გენდობის სიტყვაზე. არა, აი ესეთი ქალაქია რა. საგულაო, გასართობი, კარგი, ანუ იუნესკოს დაცული ძეგლების, მე მგონი ქალაქი რო ავიღოთ თვითონ ქალაქი, ყველაზე მეტი მანდარი. ვა. და ანუ მუზეუმია რა. და ბევრი ქართველია, ოღონ დიდი ხნის წინ წასული ქართველები არიან, ერთი 20 წლის წინ. რაღაცა რეპრესიები იყო აქ გქონი და რაღაცეები ხდებოდა და და წასულები არიან, ეგ ზოგი მანქანაზე მუშაობს. ზოგი თუ გაგიგიათ ბაჩო პარიზი. ბაჩო პარიზი. გიორგი პარიზი. ასე ქვიათ რა. აი მანქანების რაღაც მომსახურებას რეკლამაში არ ჩავმართვათ მართლა. რატო არა შეიძლება? ხო, არა, ნუ მუშაობენ რა ბიჭები, შრომობენ. რაღაცა დიდი ხანია იქით არიან რა. ნუ არ ვიცოდი მაგ რაღაცა პოლიტიკურით. მაი ამბავი. ბიჭო და რა გამიგვირდა თუ იცი იმაში რაღაც ფაქიტო და არ მინდა აფის. გუნდიშ მე კომენტარებში მიწერენ რომ აცადე გუნდიშას ლაპარაკობენ. მიდი. გაც. ვაცდი გუნდიშას საუბარს. გუნდიში არის კაი მომსმენი. ხო, კარგად ისმენს. ხო, ძალიან. ძალიან. განსაკუთრებით გუშინ ისმენდა კარგად რომ. თავარია რომ ისმინოს რა. ბევრი არ დალიოთ რომ ვეუბნებოდი და. პახმელიაზე. შენ როდის მითხარი? შენ რამე ეგეთი. რამდენჯერაც ის გითხარი, რამე გამიკეთებოდ კი ხო ვერ შეჭება. გუფწინდებოდა თვალები ალკოჰოლთან შეგება რა ხო. ხო და აქვე სპონსორებს იტყვის ჩემი უმშვენიერესი და უსაყვარლესი. მადლობა გიორგი. მადლობა გიორგი. ჩვენი წარმოგენდი და ჩვენი მეგობარი კომპანია არის ლუდისა და ასევე ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია. უღრმესი მადლობა მათ გვერდში დგომისთვის და დავლიოთ. წყალობით საჭმელი და სასმელი. რა თქმა უნდა, არხი უნდა გამოიწეროთ მეგობრებო, კომენტარები დაგვიწეროთ, დალაიქოთ ვიდეო და საზე რაც იწყება, ყველაფერი უნდა გამოვიწეროთ, ხო? აუცილებლად. აუცილებლად. რა მაინტერესებს? ეს არის 19 მაისი. რაც გამიკვირდა გულწრფელად რო გითხრა. დალევის ის არის რა. შენი ის გაქვს ხო? ხო და რატო უსვავთ დღეს? ხო. 19 მაისი ეგ შენ გააკეთე? არა, მე არ გავაკეთე ბიჭო, სადაც. ამან იყიდა სადღაც. ვისი გამოცემა? ბიჭო, რაღაც მაისურზე დასაბეჭდა ჩევედი სადღაც რა და შემომჩნიე უცებ რომ ქონდა და ერთი წამოვიღე. აუ, ყოველდღე დალევის არის. 65 მიზეზი გვაქვს. მე რამოდენიმე წლის მერე იზეპირებ უკვე კარგად და სულ გახსოვს. აი, დღეს რა ხდება? დღეს არის პიონერების დღე. გილოცავთ ეგ არ დავლიო. ეგ რო არ დავლიო. არ შეიძლება. ეგრე არ. გაუმარჯოს, პიონერების გაუმარჯოს. რა დავადების დღე? 10 იანვარს.
10 იანვარს. ისი დღეა. ეს გადავწყვეტეთ ხო რა ყველა გადაცემაში რა ბატონო კარგია. 10 იანვარს. რა, ვუდუს დღე არის. ვუდუს. ეგ რა არის? ვუდუს ნაედრა. ვუდუს თუ უდუს. ვუდუ ის არის რა ქვია შავი ჯადოქრობის. თემა რა არის? იცი ჩემ დაბადების დღე მაგრად არ მიყვარს რა. და რა, კი არ ვიძახია ჩემი დაბადების დღე დაიწვა და რამე კი არ ვიძახი. არა. ნახე რა ხდება რა. დაიწვა. 31 პირველი, ანუ ახალი წელი, ბედობა, შობა და აი როგორ აიცი, აი უკვე პერედოზი არის, ანუ კეიფის და რაღაცის და ანუ აზრი არა აქვს ხოლმე რა, ანუ არ ვიხდი რა თითქმის დაბადების დღეს თუ რამე განსაკუთრებულს არ გავა. სულ არის ყველგან ყველას უკვე აი ამოსული აქვს ხელში. 10-ის მერე ეგრე გრძელდებათან. ხო, მერე 14 წელი რაღაცა და ესეთი თემა 6-ში მაინც რო იყოს ხო, რაღაცა. შეიძლება 10 აი ძალიან არის რა. 6-ში იდეალური იქნება, მაგრამ ყველაფერი მზადა აქვს თან და 10-ში ისეთი რო კიდე თან თავიდან უნდა მოამზადო ყველაფერი და მაგრამ არავის არ უნდა. 10-ში უკვე ისე ისე პირველში ცუდია ხო? ბიჭო, ალბათ მაინც როზე იმოს ხალხი და просто შენ რაღაცა. შენ კექსი და სანდრით გახარ და ჩაოქრობ და დამალო. ხო, რაც ხარ რა, შენც გაგიმარჯოს, ახალ წელს გამო შენც გაგიმარჯოს. ერთად რო გილოცავენ, ხო, ახალ წელს დაიმას. ამოვწურეთ ჩემი დაბადება მე მგონი. всё, დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა. ხო, არა, გამახსენდა ის კითხვაც მინდოდა სანამ გუნდში ჩამეჩრებოდა და არ მაცდიდა საუბარს. ვიდეოს რო უყურე შენსას. თითქმის ვერავინ თქვა კვარას ვინ არისო რა, ანუ არ იცოდა ხალხმა, იქაურებმა. სხვათა შორის, ნახე, მე ვიყავი და რო შევადაროთ რა, ბევრი მეკითხება მაგას. ნაპოლის პირველ საშინაო თამაშზე ვიყავი, როცა კვარა გადავიდა. და ეხა უბრალოდ ჩემპიონთა ლიგის თამაშზე წასვლა და ნახევარფინალები ჩემთვის ძალიან ესეთ თამაშებია ხო, ძალიან დაძაბული და ჩემი ოცნება იყო ჩავედი და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია კვარა იქ არის. კი. მაინც ვარსკვლავური გუნდი როა ეს PSG იმდენად მაშინ ნაპოლიში აი როგორ იყო ისი მაისურებზე და იმაზე ყველა ბავშვს უკვე მეორე თამაში იყო და აი მეორე თამაშზე უკვე მაისურებით იყვნენ და აი ესე მატარებდე რა რომ უთხარ კვარაც ხელია ვიყავი იმენა რა ძმა რაღაცა გარშემო ტიპების სურათებს იღებდნენ და შენ ხო არ ეგონები გაზეთებში დამწერეს და კვარაც ხელია არის რა გამოქვეყნებული რაღაცები მეთქი რა ხდება გაზეთი მინდა ვიყო მე არის სადღაც ხო და ის არის რა ქვია მე ხა ხო ხვდები კი ბაზარი არ არია მავანი არა ანუ პროსტა კვარაც ხელია ხარ და მორჩა რა სადგურზე რო ჩავედი რომში ვიღებდი სიმბარაც და მივაწოდა ისა რა პირადობა უნდა შეესოთ რა რაღაცები და ბარათი უნდა აგეყო ნუ ეგრე იყო მაშინ და ტიპი უყურებს ამას და ეგრევე ტელეფონი გააძრო შევიდა YouTube-ში და მანახებს რომ ნახეო რა გოლი გაიტანაო კვარამ ვერონას გაუტანა პირველ თამაშში თავით და აი ესო შენ ესო ვინ არისო და მეთქი ხო მაგაზე ვარ მოსული ხო და ანუ როგორ იყო ისი უცებ ეფექტი იყო მაშინ რა და ეხა ალბათ რომ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას უკვე მაგის დამსახურება რო იქნება მაინც გამიკვირდა რომ ფრანგები მაინც ესეთი ხალხია რა მე მაინც ბევრად ფეხბურთით ცხოვრობენ უფრო რა ალბათ რა ეგეც არის და რეგიონიც სხვა არის ნეაპოლი სხვანაირი ტიპები არიან უფრო ფანები უფრო მეტად მანდ არიან ეხლა მაგალითად მეჯდა გვერდზე PSG-ს გულშემატკივარი მეჯდა გვერდზე და არის ვიდეოში რა ანუ რო შეაგინე აი ესე რაღაცეები ჭამაძმაო კეჩუპი რაღაცა დაისხა დამასხა ასე იჯდა გათხრა აი ყავს და არც გოლზე რეაქცია არ ქონა ტიპს არც აი რაღაც შეტევაზე არაფერზე გავიდა ჩასტვინა საჯმავი რაღაცები ხდება და არის ვიდეოში არ გადამიღო მაგან გითხრა ვიდეოში არა მაქვს ის მაგრამ ანუ რავი ვეკაჩავე ფრანგულად არა ხო და ის რო გავს ვიდეოში ამან მითხრა არ გადამიღო ამაშენაცი თუ რაღაცა ხო ეს ხო სტადიონი რა და ეს ვიღებ რა ტელეფონით ვიღებ სო გაწიო მიშლისო რა გიშლის ახლა რაღაცა რა უნდა შეგიშო მე ეგეთი მასტი იყო რა ნუ რაღაცა იჯდა თავისთვის მაგრამ
ბევრი კაი ტიპიც არის იქ და ეტყობა როგორც რაღაცა ისინია რა. როგორც ყველგან კონტრასტია რა, მაგრამ ცოტა ეგეთი ხალხია რა. ისეთებით მე მეტროთი წავედი სახლისკენ და მეტრო აი ინგრეოდა. მომოგების ხო. გადაჭედილი იყო და ანუ აღნიშნავენ და ეს ფანები არიან, მაგრამ არიან ტიპები, რომლებიც აი პროსტა რაღაცა რა. მივიდა თამაშზე ჭამა და წამოვიდა. ხო, თან რა იყო ისი ყველაზე ცუდი, რომ შემოსასვლელში და სტადიონი ისე კარგად არის მოწყობილი ამ კვების ამბავში, რომ იმდენი სკამი, იმდენი დასაჯდომი, იმდენი რაღაცა და თან ადრე მოვიდა, ოღონ იმენა იქ ჭამა. იქითაც იყო დასაჯდომები, სადაც აი უნდა ჭამო. ნუ რაღაცა იყო რა, მე შემხვდა მაინც და მაინც, აი იმენა გვერდზე დაგაწყვიტა ნერვები. ხო, იხა რაღაცას ვიყავი და რაღაცა არ ვიცი რა, ეტყობა რაღაცა ცოდვების გამო დამისვეს. რაღაცა მიწია. ის იყო კიდე შენი ის მომეწონა თავიდან დასაწყისში რო ამბობ ისო. კომენტარებში დაწერე რომ შეგვარცხინა საფრანგეთში. ეგენ მაგარია, თავი მოგჭრა. იმას ნუ ეუბნები, აი ტიპი სადღაც, რავი რა, რეგიონს არ დავასახელებ ხა შეიძლება სადღაც ის და ნერვიულობს პარიზში ვიღაცასთან მე თუ მივედი და როგორ აი საქართველოში არ წხვინე. აუ, შენ ხაზე არის ტიპზე ნერვიულობს, როგორ ვაკადრე რა, ჯერ რა ვაკადრე. ხო და ეგ ხუმრობების გამო ქონია ვინმეს ეხაც იყო ბოლო ვიდეოზე რომ როგორ იკადრე და რეალის ფორმა ჩაიცვი ბარსელონას იმას. ანუ ტიპებს როგორ წარმოდგენა აქვს, იცი რომ მე უნდა ვიარო, სერიოზული უნდა ვიყო, გამარჯობა, ესეთი ვიდეო უნდა გავაკეთო, რომ აი რაღაცა ძალიან საინტერესო ვიდეო რა, მოამბე უნდა ვიყო. მე რა მოამბე ანუ საფრანგეთის დედაქალაქში პარიზში. ეგეთი რო ვიყო, იმ ტიპამდე არც მიაღწევს ეგ ვიდეო რა. ვერ მივა, ვერ გავცელდება, იმიტომ რომ ეგ ისეაც კეთდება. მე რაღაცა ხო, შენი სტილი გვაქვს განსხვავებული ის არის და აი ეგეთი თემა იყო, მაგალითად, იმაში სომხეთში რო ვიყავი რა, რომ აი რაღაც თითქოს რაღაცაზე ანუ ყველაფერი გათვლილი მქონდა, არავის არაფერზე არ ვეხებით. უბრალოდ რაზეც ვიხუმრი აქამდე, ჩემ ძმაკაც სომეხს რო ვეხუმრო, ისეთი ხუმრობები მქონდა. არა, ნუ ხო ხდები ზოგის როგორც უნდა ისე იგებს რა. არა, ხო ის თქონია. ოღონდ რამე დაწეროს ამო, არა. თუ გიჭყობია ხუმრობების გამო, ანუ კონკრეტულად მაგაზე კი არ გეუბნები. არავინ არ გიცემია მაგის გამო? არა. ხუმრობებსაც დაწემო, მაგარიც უნდა მუსობა. არა, გიჭყობია ერთი თემაა, მაგრამ თუ გიკამათია რომ დაურეკიათ რომ. გუნდიშე შარზე. აი ბიჭო ვიღაცასთან მიდიხარ რაღაც ხუმრები და რომ გიტრაკებენ ეხლა ცუდი პონტია, რომ ვიღებთან ხო? არა, ხო, იასნა და მაგას არა, იყო ეგეთი თბილისობაზე აღარ დავდივარ მაგის გამო რა. აი ის მახსოვს. თვალი ტიპი მოდი, აი მიკროფონი ტელე და მოდის და შევა პროსტა ტაკ რაღაცა გითხრას, ან რაღაცა გაგიბღა. მოგიშალოს ნერვები ტყუილა, აღარს გადაღების მუღამი გქონდეს. ხო და მე შევერითმე რა, ეხლა მართლა ის ხო არა ხა რაღაცა. არა, თასაკმე გაქვს აკეთებელი მე რაღაცა ის არის. აი, ზოგადად ხარ მოგონილი ტიპი რა, არ არსებობს, როგორც ადამიანი, როგორც სოციუმში არ არსებობს რა, რომ ანუ ამას რაც არ უნდა აგინო, ან რაც არ უნდა დაუწერო, ვერ ხვდება, ან არ წყინს, ან უნდა ეკუთვნის, ან რა. არა, ძმა, როგორც ის არის, ისეთივე ადამიანი ვარ მეც რა, ანუ ვიდეოს რო ვაკეთებ რა, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცაზე ხო, მარტივად რო ვთქვა, არ მოგწონს გადართე არ უყურო, არ არის საჭირო რომ აი გავს და ისროლო და სადღაც ამხვიო შენი ის წადი სპორტი საუბარი ყოფილა და მე ვიღაცა ტიპები ჩააკნანახი რა ქვია. ვიღაცა ტიპები ჩაევა ბიჭო კომენტარი რამ დაგაწერინა ჩემ. არ წვენია რომ გაყავთ. მე არ დამწერია არასდროს უარყოფითი კომენტარი რამეზე რა. ხო. ანუ ბიჭო ძალიან ისეთი რაღაცაა რა, აი მიჯო არ მომწონს დავანებებ თავს არის რა, რატო უნდა გავანძღო ვიღაცა ტიპი იმის გამო რა რაღაცა აკეთებს ახლა. უარყოფით კომენტარს. არ უარყოფითი თუ დილობის ფარგლებში შეიძლება რა. ნება რაღაცა მიწაში ჩადება, ეს უკვე იმ ტიპის რაღაცაზე მიუთითებს რომ არ არის რა. ანუ ვერ არის კარგად. ანუ უარყოფითი კომენტარი არის რომ აი ახლა მაგალითად შენ ვიდეოზე მეტი გვაჩვენე საფრანგეთი ვიღაცამ რომ დაგიწვა არ მეყო შეგეძლო რომ მეტი გეჩვენებინა ანუ აი მაგალითად ეგ არის უარყოფითი კომენტარი მაგრამ შევის პონტია რა და ახლა ვიღაცა რომ დაგიწეს ფურას იღებ შეება
რა შენ არაფერს არ იღებდა ხო არა ეგ ისეთი თემაა რა უამრავი ვიდეო გვაქვს ბევრი ადგილიდან რომელია შენი ფავორიტი აი ყველაზე მეტად სალგაერთი აი ესე ძველი ვიდეო იცი რა ადრე უფრო ის იყო რა თევზი წყალში ყავი ადრე უფრო რატო თავიდან ვეგონე ჩვეულებრივი ტიპი ჟურნალისტი და აი ეგეთ ადგილებში აი ესეთ ვითომ ივენთებზე სანამ უფრო პოპულარული პირველი თემა იყო რომ შუადღის გადაცემაში დარეკეს რომ გაშუქება გვინდაო და შუადღის გადაცემა გადმოამისამართა ჩემთან რომ რაღაცა ესეთი ივენთი არისო და მიდიო შენო რა და იმათ ეგონათ რომ შუადღის ჟურნალისტი მივიდა იქ და აი იქ ები მოხდა პროსტა არის რა და მასალა რომ მოიტანე აი ცუდად ვიყავით მე მზიმან გავერთობოდი ხოლმე რა შეშენოკებზე და რაღაცები იყო რა და ყველაზე კარგი ვიდეო ესე რომ ავიღოთ არის კარგად გაკეთებული კარგი ესეთი ზმანებიც კარგია ყველაფერი ანუ ჩაცმულობა ბევრს კარგად მუშაობს რა იყო ისა მაგარი მომზადებულები ვიყავით თან რობი ვილიამსი რო ჩამოვიდა მაგის კონცერტზე რო ვიპარები და თითქმის რო შევძივა რა დაცვამ რო შემიშვა სასწრაფოს ფორმით თუ გახსოვს არ ვიცი მე ნახე მე გამატარეთ რა რობი არის ცუდად პერედოზი მოვიდა შემატარეთ რა რობი არის ცუდად პერედოზი მოვიდა სასწრაფოდან რობი ვინ არის რობი ვილიამს გაუღეთ აშენი არა კაცო შეგოყანა სასტრაფოდი არის სასტრაფოში ვინ არის რობი ვინ არის ანუ არ შევიდე რა მომენტში გამოგაგდეს იქ უკვე არა კარი გაიღო და მე ვიღაცამ დაიყვე არის შიგნით სასტრაფო ძმაო აი მე ისინი მიყვარს იმებს დაჭრეს თან უთხარ რობი დაჭრეს დაიჯერა რავი ჯიგარი იყო მოდის ჩვენებებზე მაგრამ კიდე ხა იმას რობი დაჭრეს თუ არ დაჭრეს თუ შესაშვებია სადაც რო ხოლმე მაგ ზმანებს გავფიცებ რა კი რა იყო ტელევიზიაშიც ვიყავი იყო რა გარდერობი დიდი ეხაც მაგ რაღაც გარდერობი რაღაცებს ვიტოვებ ხოლმე და თუ არა და არის რა ჩვენ გვაქვს ხოლმე რაღაც სცენარულზე და იმაზე როგორ ვიცით რაღაცებს ვიტოვებ გასწავლით თუ ვიცით ჭირდება წოდინებათ არა ხო ნუ გირავთ ხოლმე ჩვენც მაგრამ ეხა მაგალითად პარიზში წავიღე აქედან ხო და ეგ უნდა მეკითხა ეხა მაგედან მივდიოდი რომ გავიარე ერთ-ერთ ქუჩაზე ეგეთი ტიპი გაიჭითა და შევედი რა პარიზში ეგეთი რაღაცა ზმანების თემა იყო და პახოდ გაქირავებაც იყო რა მუშკეტერის ფორმა ის ფორმა და მიყურებს ეს ტიპი და ვაუ მიცნო მეთქი საიდან მიცნო და რუსულად ლაპარაკო კიო მეორე საუბარ სომეხი ვარო რა იმ სომხეთის ვიდეო ნანახი მაქვს და ვიცო გიცანიო და რამე თუ გჭირდებაო ბაზარი არ არის გამიკვირდა მაგრამ ანუ აღარ იაფად მოგცემო მე ველოდი რომ მეთქი მიჯიგრეს რაღაცა იაფად მოგაქირავო აი ეთყო იქ ძვირია ძმაო ის ტაქსები და გადასახადები და აქ პუნჩი შენზე გვაქვს ინფორმაცია რომ ასკაზე სულ ცოტა აკლია მომაკლია კი და თანაც ასკა სპეშალზე აპირებსო რომ იმასთან ერთად რა ქვია მაგაც არა ეგენი ვიღაცამ გააფასა მასყურიასთან და შეროზიასთან ვიღაცამ გააფასა ოლაბის გაკეთებასო რა რა უნდა YouTube-ს ეგ რაღაცა ევასება ეგ YouTube-ის რა გითხრა ჩვენ მაგრამ ვიღადავებთ და მე მგონი ხო რა რაღაც რა არის იცი ბევრისგან ნეგატიური თემა მოდის რომ როგორ აიცი რაღაცა ეცოდებათ მე თუ რაღაც ეგეთი ხდება ხოლმე რა და ეცოდებათ ანუ აი რავი თითქოს მე აბულინგე რაღაცა აბულინგებ და როგორ აიცი აი რამდენ 1-2 წელია თავი მაქვს დანებებული და მაინც ბულინგდება და რავი იქნება მაინც და იმას ვიზავ ვიღადავებ რაღაცა კარგი ვიდეოს გადავიღებ ბულინგდება ძალიან არ ბულინგდება ხო არა ანუ რაღაცა გათხოვდა ის და მე მიგდებენ ხოლმე ინბოქსებში ამის რაღაცებს და შედის ხარ ხო არა ხო და როგორი თემა იცი გააღერა ის კარი რაღაცა შენი აღმოჩენა არ არის მაგედან ძალიან ბევრი ვინც ეხლა ცოტა რაღაცა ხალხმა გაიგო ვინ არიან და რაღაც მე პირველი შეხება მქონდა ის რო გითხარი შუადღის გადაცემიდან გამიშვეს მეთქი მივედი და ივენთია მეთქი რა ხდება ვერ გავიგე რა ხდებოდა რაღაცა ვიღაცას წისქვილი ქონდა მომული უკან და
მიდიოდა პოდიუმზე გამოდიოდა მეთქი ან რა არის იყო თურმე ისა სილამაზის სალონების კონკურსი ან პარიკმახერების კონკურსი წისხვილი რა დაგიაბეს არ ვიცი რაღაცა ის იყო გადაწყვეტა იყო კარლსონი იყო თუ ვიღაცა კიოდა ღეროდა თურმე არ ვიცი რა აი საშინელება იყო და ბიჭო მართლა დავიგრუზე რა აი სერიოზულად რო გითხრა მეთქი აი გადავიღებ წავალ აქედან მეც თავიდან ვერ მივხვდი ფორმატს რა იყო რა უნდა გექნა ხო ანუ ვერ გავიგე რა და არ ვიცი რას მოვაყოლე ის არა მე ხო და იხადა რა მე თუ მკითხავ შენ რო არ ყოფილიყავი ისინი ეგეთ ცნობილები ვერ იქნებოდნენ კარი ხო რა და პირველი შეხება როგორ გავიცანი ეს ტიპები რა და ერთადერთი ვინც ვიცანი ივენტზე იყო ხატია წერეთელი იმიტომ რომ მაგის რაღაცა crazy girl თუ რაღაცა სიმღერა რო აი ქონდა ნანახი კლიპი აუ ხატია წერეთელი გამახსენდა ხო ინგლისურად რომ ღერის ძალიან ძველია რა აი 2003 წლისა ბიჭთან ერთად რო არის იმაში არა ბიჭთან ერთად რაღაცა მანქანით როა CLS-ით თუ CL-კათით რაღაცით არის კლიპი აი ლუკა რო იყოს ახლა გვეთყოდა უცებ ლუკა მიცის კარგად არ მახსოვს ეკლები არ მახსოვს მაგრამ მაგის შორის დავაკავშირე ეგენი შემოქმედებას ვიცნობ არ ვიცი აწი მე თვითონ გადაწყვიტა ხო და ხო და ეს ხატია ვიცანი და მანაც მიცნოს რაღაც არ ვიცი საიდან მიცნო რა იტოხში და მოდიო ესე და მეთქი რა ხდება მეთქი ეს რა ვინ არიან ესენი ვიღაცა სამი ტიპის ზის ჟიურიშიო ესო ჟიურის თავმჯდომარე არისო ის რო გაგაცნო პირველად იმას მეუბნება ესენიო რომ არ ვიცნო მეთქი არიციო ესო ვინ არისო არა მეთქი არ ვიცი როგორ სოსო კავკავაშვილი არიციო და მეთქი ეგ აი ვიდეო არ ვიცი ხო ეგ არის პირველი ხო აი იყო პირველი მაკედა მე უკვე პონტი რო დავამუღამე უკვე ნელა მე კანალზე შეჯდა ყვარა და მე იყო დადგა გორში მე იყო მე დაგცხებდნენ ხოლმე მე დაგვირეკავდნენ ისე რაღაცა ანუ როგორი თემა იყო იცი აი ცოტა ესე წავიდო და მაგათი თემა მე ესე უნდა და აი ბიჭებოდა და ხო იასნა შენ დავყავდნენ ხოლმე და ერთი 3-4 ეგეთი თემა გვაქვს რა და ეხაც რავი დარეკონს არა აკავარ მე მგონი საჭიროა ცოტა ბიჭო და ისე ეხა შენი ის რო არის რეპუტაციის თემა და რაღაცეები რო ხალხს დაცინის და ეგრე როგორია როცა იღებ ხოლმე თბილისში საქართველოში ხალხსა და დაცინის იძახის რა აი ვიღაცა მეუნება ხო რეპუტაცია ნახე კი არ დამომსდა რეპუტაციაზე მაქვს საუბარი ეგრე გონია ხალხს არის ბევრს გონია რომ ვიღაც ნებისმიერ ანუ ზოგიერთ რაღაცა ესე ჩვეულებრივ გამულელ ადამიანს რაღაცა გონია რომ მე უნდა მივიდე და ვიღაცა ვერ დამიდებს ვერავინ ვერც ერთ ადამიანს უბრალოდ აი ესე ვინც არის რაღაცა შემთხვევით ადამიანს ვერ დამიდებს რომ მე შემთხვევით ადამიანს ვეხუმრები რა ვეხუმრები რაღაცის გამო ან რაღაცას აკეთებს ეს ადამიანი ან პირველი თვითონ შემომიტია აქეთ არა ხო და იმას კი არ ვამბობ მე რომ შენ ეგრე იქცევ მე გეუბნები ანუ რეპუტაციიდან გამომდინარე ხალხი ხო არ როცა ხედავენ შენ და კამერას უარ გაგირბიან ხო მაგამ ჯამში ეგ გამოვიდა ნუ გიორგი მაგლა რა ყველაფერს აგონა სკანდალი ჯერი მე ჯამში ეგ გამოვიდა რა კი ეგრე იმიჯი არის კი როგორ არა მაგრამ ჯამში ეგ გამოვიდა ხშირად ვამბობ ხოლმე სწორი არა ყვარა არის უსაყვარლესი ადამიანი ის პირადად არ იცნობთ თუ შეიძლება რა მედი ავაწყობინო ეს რა უმაგრესი კაცი რა ასიკა სპეციალისტის ავაწყობინო ხო ბაზარი არა ასკა ჯერ იმას კითხავ რომ რამეს ვაპირებ ასკაზე რამე არ მომიფიქრებია ჯერ და ახე რა ხდება არ ჩავიხდი აგაში დარწმუნებული იყავი ვისაც მაგის იმედი ქონდათ შეგიძლიათ გადართოთ არა ვარ ჩახტილი ლამაზი შეიძლება subscribe გააკეთოს ხო და ასკაზე ისე ნელა მიდის მე ვიფიქრე რომ შეიძლება უფრო ტემპს მოუმატოთ გამოწერის და რაღაცა გათამაშება გავაკეთოთ ან 100,000 მადლობა რაღაცა ეგეთი ვფიქრობ რა ხო
არა, ხალხი ითხოვს ხოლმე ეგეთ რაღაცას. შეიძლება ლაივი გავაკეთოთ, არ ვიცი. ცოტა საინტერესებდა რამეს თუ კისრულობ, რო დაპატიჟო. მე მაგას გავლიოთ კი, ეგ ყველა ვარიანტი. დაუვაი. 100%. და ეხლა მინდა რომ ავაწყოთ შენი 100k სპეშალის წვეულება. ავაწყოთ. კანონში თამაში გვაქვს რა ესეთი, წინაზეც ვითამაშეთ. ფათა შორის ერთს ვიტყვი რა. ნო. ხო აწერია პოდკასტი ამას რა. ხო და პოდკასტებში ვერ გამოვდივარ კარგად რა. ანუ მე რო სვავ კითხვას იქით. მაშინ ჩემზე ვერ ვლაპარაკობ, ჩემ თავზე. ანუ შენ უფრო ის ხარ რა. ყოველთვის გიწევს საუბარი რა და 1-2 პოდკასტში რო ვიყავი ბოლოს გადავწყვიტე რომ მეთქი პოდკასტში აღარ მივალ, იმიტომ რომ არ გამომდის რა ეს ჩემ თავზე ლაპარაკი რა. რაღაც ჩვენთან მაინც მოვიდა. ჩემ რაღაცებზე ლაპარაკი. თქვენთან ვიყავი, кайხნით ადრე შეთანხმებული და მე ხო იცი სიტყვას არ ვარ. მადლობა. არა, მადლობა მაგიტო კი არ ვიძახ. შეიძლება ესეთი არ გამოვიდეს. არა, კაცო, კაი გამოვა. კაროჩე, ჩვენი ფორმატი არის. პოდკასტი არ იყოს, მოდი, ეხლა დავიწყოთ, ისე გავყვეთ, რომ არ იყოს. ხო და ჩვენი ფორმატი არის სუფთა ძმაკაცური, სუფთა მეგობრული ვზივართ, საუბრობთ, ჭამდობთ, ვერტობით, ჭამდობთ, სვამთ, ხო? ის. მადლობა ვალის, ლუდი შემოგვიტანა. როგორ შემიყვარდა ეს რაღაცა. მოკლედ ესეთ თამაში. მე ოჯახშია ესეთი. ესე კიდია. გახსნა და იდგა. აგივა. ლუდი შემოვიდა. მე რატო არა მაგ. სტუმარს რატო არა. ეს პატიჟს ხსნას და გაგიხსნის უბრალოდ და მაგიტოა. მოდი გადავიდეთ თამაშზე. მოკლედ წესები ძალიან მარტივია. იქნება 5 კატეგორია, რაც შეიძლება იყოს შენ წვეულებაზე. გექნება 15 ლარი და ამ კატეგორიებში იქნება 5 ქვე კატეგორია. ღირებულება იქნება ყველასი რა, ლარი, 2 ლარი, 3 ლარი, 4 ლარი, 5 ლარი. შენ კატეგორიებში ამ 15 ლარის ბიუჯეტით წვეულება მოხოდო რა. მოკლედ დავიწყოთ და მიხვდები. 15 ლარს მოხოდო წვეულება? 15 ლარად. ძვირიანები არ არის არაფერი. პირველი კატეგორია იქნება ლოკაცია. სად იქნება შენი წვეულება? Zoom-ში 1 ლარი? ეგ ლარიანია, ხო? ლარიანია პირველი და მე რა მოხდა? ინტერნეტის განსახადია თუ რა. კვარა სახში ეს 2 ლარიანი. თეატრში 3 ლარიანი, 4 ლარიანი აუზიან აგარაგზე და 5 ლარიანი იბიცაზე. მოდი იყოს ოფისი. ოფისი? არ არის ოფისი. ოფისი არ არის ვარიანტებში. აი იყოს სახლი. კვარა სახლში იყოს ოფისი. ოჰო, რიგივია. აჰა. იუთუბერის სტუმარი. დავაი. 1 ლარიანი מחარა. 1 ლარიანი מחარა უკვე რაც უნდა ჟღერს. 2 ლარი დაშლილი ტეტრისი. უბრალოდ დაშლილი რატო? ცალსაკემოვლენ. 3 ლარი ოქტოპუსი. 4 ლარიანი მისტერ ბისტი. მე ამას არ დავპატიჟებდი. არა. მე ამას არ დავპატიჟებ. და 5 ლარიანი კრისტიანო რონალდო. იუთუბერია? რანეირი? ხო, რაღაცა ის აქვს, პოდკასტი აქვს, ხო? კრისტიანო რონალდო? კრისტიანო რონალდო. ისე სხვებმა ცუდად არ გამიგოს, მაგრამ ტოპუს ბევრი ვართ, ბევრი ხართ. კარგად თქვა თავიდან, ბევრი ვარ თონახე. ხო რა, ბევრი იქნებით რა. შემდეგი არის გასართობი. რა იქნება შენ წვეულებაზე? რითი გავერთობით? დარცი ლარიანი. მე მაქვს. 2 ლარად გექნება დარცი პლუს ბიერპონგი. 3 ლარად გექნება დარცი პლუს ბიერპონგი და პლუს PlayStation-ი, სწორად საუბრობ ხო? ლალი, მადლობა. 4 ლარად გექნება დარცი პლუს ბიერპონგი პლუს PlayStation-ი პლუს კარაოკე და მოცეკვავე გოგონები. აი კარაოკე და მოცეკვავე გოგონები. კარგია. არა, просто კარაოკე და მოცეკვავე გოგონები, აი ძალიან არა, ისეთი მაგ რაღაცა. უკვე თავი გადაწყვიტა. და 5 ლარზე გექნება დარცი პლუს ბიერპონგი პლუს PlayStation-ი პლუს კარაოკე და მოცეკვავე გოგონები და პლუს ცნობილი ბენდიც დაუკრავს. 6 ლარზე მ***ს დაგიმატებენ თუ რამე. ოუ, შეჩემა. 6 ლარი, ხო წერია, გუნდის ჯიგარი ხარ. ამინა ცნობილი ბენდი. მე-4 იყოს. მე-4. გოგოებამდე გაუწურა. მოცეკვავე გოგონება გადასწყვიტეს. სწორე PlayStation-ზეც გაჩერდებოდა. PlayStation-ი არის. ისინი 2 ლარიანები ხო იყო და აქ ვიჯვავ თავს. შენ გაქვს 6 ლარი დარჩენილი, არა, 6 ლარი. შენ გაქვს დარჩენილი 6 ლარი, შენთან არის. შენი ბრალია, ხომ რომ შენი ბრალია. მოვიბირე. არა, დაასკაზე მე და შენ ვიგულავთ. ვიცი სადაც გინდა და გამომწერებს სავიყვან ბლუზს.
ეგეთი პირობის შემდეგ შეიძლება უცებ 200-ზე ავარდე იცი. ეგრო გაათამაშო 10 იღბლიანს. ავიყო ბოსებში. ბოს რა თამაშებდი თორე გიდგას. ჩავწერები ვარტო. ოი ბოსზე გამახსენე Toyota-ს ცენტრთან დგას ერთი ბოზი რა. და ბიჭო არ ვიცი წიკი აქ თუ რაცა. შეიძლება მოგანახო. მიედი რა უნდა. ესე დგას რა. ესე შვება ფეხს რა. აი ყურება რა და დავიღე ვიდეო მან ჩემთვის. ფრენდი მერკურის მუსიკა დავადე. როგორ დააჯდა ისი სასწაულად რა და ეხლა რო ხედავ ხოლმე სულ მეცინება რა გავდიო და არ ჯიგარი მაგ მუსიკას უწევ ხოლმე ეგრევე მანდროვდა გაიარო. სადე რომელ Toyota-სთან არ მიყვება ისე რამდენიმე გავუჩა რა ჯიეონება ისეთია გემოვნება აქვს და სოგინა მაგას ვეტყვი და ასკაზე დავცხოთ თუ გაიჭდა მე ჩაგიგდებთ მართლა მაგრა იყავდავთ იდი ცოტნე. აღარ მიდას. მოხდები უკვე უფრო კაი იდეა მოდიფიკრად ვიყავისთვის. წამოხვა ჰა? მოდი ხარ კი, აუცი, აბარა. დავლიოთ მაშინ აკედა. და შორის კიდე ისანა დგანა კიდევ ის სადაც განა და ყველას ვიდეო აქვს. გეწმირა მელიაშვილზე არის ერთი ადგილი კარჩე ის დგას რა ხრეშის მანქანა ხრეშის მანქანა დგას კიდე დგას რაღაცა ხელსაწყოები რაღაცა ვიდეოს ანუ მიყავს რა რაღაც რემონტის თემა არის რა და იქ არის ერთი სკამი და 5-6-ზე რომ მიდიან ხოლმე ეს მუშები რა იქ ხო რესტორნებია რაღაცა და თუ რომელიმე მუშა დაინახე რომ 5-6 გადასდა და იქ კამზე ზის დაეწევა ელოდება იმათ. თუ ბევრი ხალხი იქნება იქაც არის პონტი რა ორი კატეგორია არის კიდე დარჩენილი გაითვალისწინე. აი 5 ლარა თუ ისე გადავიჭი 6 რა იქნება შემდეგი არის საჭმელები რა იქნება შენთან სულ. ეგ საინტერესოა. არტოფილის ღვეზელები, ხაჭაპური და ლობიანები ნაჭრებად, ანუ მხოლოდ ხილის ასორტი. ეგ არის 3-ზე? ო, ლალი ძალიან უყვარს ხილი და. რა ხილი? აი რა. და გავიარეთ. ლალი რა გჭირს? მხოლოდ ყველის დაფა. მე მგონი რაღაც პლუსები უნდა ყოფილიყო. ლობიანი რაღაც კალორიები არის. და მეხუთე არის სრული ალაფუშეტი ალკოჰოლით. კაი სრული ხო არის. მიდი და ბოლოში ერთიანი გვიწევს, მიდი. ხო, ერთიანი რო გიწევს ბოლოში, ეგ არის სამწუხაროდ ბოლო კატეგორია არის წამყვანი. ვინ იქნება? ხო, ლარზე არის მასხული. სანდამენს რა. გარჯობდა ხილის ასორტი ყოფილიყო. ხო, ვაფშე არ მეჭამაში. ეგ რა არის, იცი რა იმას იყოს, ვიდეოს გადავიღებ, ლაივს გავუშვებთ. მაგას რა ჯობია. ხო, ორზე იყო შეროზია, სამზე დათოროსტომაშვილი და იქნება ეს. რამე. ოუ, კარგად დაჯდა. იდეალურად. მიხდინოს ყველა. ხო, ნუ ვარიანტი ქონდა იქ შეროზია ყო იქნებოდა 2 ლარად. სექციები აქ ვერ წამო. მე 3 ლარად დათოროსტომაშვილი, 4 ლარად გიორგი კალატოზი და 5 ლარად ოზი იქნებოდა წამო. ოზიზე დამწოდა გული, მაგრამ
ოზი მე სხვა დროს ისე მოდი შენ როგორც ვითურე. ეგა რა, ჩვენიერი სუპრა გამოვიდა ძმაო. ჩვენიერი ივენტი. აქ როგორ გავერთეთ და იქ როგორ გავერთეთ. მასყულიას ჩავკეტავ სხვა ოთახში და ეგ არის აშუღაწუხებს. ასე რომ ყვარა თუ არ ყავს გამოწერილი გამოიწერეთ და მალე რა ივენტი გველოდა. ვიგრიალებთ, ბოზებიც იქნება. მოცეკვავი. იდეალურად მივდივართ. აქვე სანამ არის საშუალება უცებ ვიტყვი რომ მივმართავ მაყურებელს და ვთხოვ რომ გამოიწერონ ჩვენი არხიც, იმიტომ რომ 20,000-ზე ჩვენ ძალიან კაი რაღაცას ვგეგმავთ. კი, ჩვენ გამომწერებს წავიყვანთ შევაგროვებთ. არა. всё, აზრია რა. წავიყვანთ. всё. ბიჭო, არა, კაი. გინდა ერთად. დაუნდიოთ 20. დავამტყიეთ ერთად შეგვიძლია 100 და 20 დავამტყიოთ. 120. არა, ხო და ჩვენთან იქნება რაღაც შეჯიბრებები ისინი დაღლილზე ვერაფასებში. მართლა რაღაცა შეჯიბრებები არის მე ნახე ხო. ხო, 20,000-ზე ვაპირებთ რა ლუდის მასშია ხო შეჯიბრი. ლუდის მასში, ჩიფსის ჭამაში რაღაცები გვექნება სახალისო ისინი, ნუ ერთად შევიკრიბებით, დავლებთ, გავერთობით, ვიხალისებთ და ესე შემდეგ რა. ჯერჯერობით უცნობია ყველაფერი. ჯერჯერობით ადრეა, იმიტომ რომ 18,000-ზე ავალთ სულ მალე და უღრმესი მადლობა და ლოკაციაც +18-ია და და ლოკაციაც +18. ყველანი ვიკრიბებით Toyota-ს. ხრეშის მანქანას. სკამეიკაზე. დავამატებ. გადავრაკდება ესე ეს რო გავამერიკრო აღარ არის. მე ვეჭველი ნახავ. შეაბოწმე. ჩვენი მაყურებელი თუ არის? ხო. ერთი ნაცნობი გავატვირთ ისე რომ წაიყვანა. ჟენ ჩასაფრებული ხარი? ბიჭო არა აბერა უხერია. მან გავლა მიწერს ხან მოტოციკლებით ხან ველოსიპედით ხან რაღაცა. აუ არა. უბრალოდ აკვირდი. აი. პრომოკოდი. დავასრულებ რასაც ვამბობდი, მოკლედ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარებში უნდა იაქტიუროთ მეგობრებო, იმიტომ რომ ყველაზე სახალისო კომენტარის ავტორებს ვაჯილდოვებ ჩვენ ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრებით. რა სიტყვა გააჩნია? მეც მე შოქში ვარ. და დავამატეთ ახალი რუბრიკა კომენტარებში. თვითონ ყველამ უნდა დაწეროთ, ყველამ რა ვისაც სურვილი გაქვთ გამარჯვების, უნდა დაწეროთ მიზეზი თუ რატო უნდა გამოიწეროთ არხის ამარილე და საუკეთესო კომენტარის ავტორს ანალოგიურად გადაერცემა ნაკრები ლუდისასი და ბავარიის. თქვენ რა გაქვთ აზრი? თვითონ ვერსია, რატო უნდა გამოიწეროს ამარილე? სამარილე საჭიროა. ჯიგარ, შენ 20,000-ზე ოზებში მიდიხარ. მიდივა. საერთოდ 20,000-ზე შეგვირდნენ და მე ახლა იცოდა. ალებს სამეყარე. წავედით ცოტა ხანში. კაკრას უწევს არის რა. კაკრას უწევს, აუ გენიალური იყო. მოკლედ მეგობრებო, იაქტიურეთ და აქვე დიდი მადლობა ლუდისას, ჩვენ წარდგეს და ჩვენ მეგობარ ლუდს ბავარიას. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. თემა არის ზუსტად ეს წერია რა, როზმარინის ეფექტი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როზმარინის დაყნოსვა მახსოვრობა 75%-ით აუმჯობესებს. ანუ სადაა? რომელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს ეგ? როზმარინის დაყნოსვა 75%-ით აუმჯობესებს ვიდრე რა? ვიდრე ქონდა. ანუ თუ გაქვს 75%? დიუმჯობესებს შეჭა 75% გაუმჯობესება არის რა არის შეჭა არ გამა საიდან ეგ დასკვნების ხო უბრალოდ მაგას ვერ ხვდები. ბიჭო ვიღაცას გააყნოს ციფრები საიდან ვიღაცას რაღაცას ადარებს. ანუ როგორ იმასკრეს, როგორ დაასკრეს რომ ანუ ნახე, ამას 75% გაუმჯობესდა. აი მაგალითად ყავს არ გახსოვს ქალაქში სად დგანა. მე აუხსნი გააყნოსა მე აუხსნი გახსენდი რომ იქ უფრო 75% უკეთესად იხსენე. მე აუხსნი რა. ყავს 20 ნათ. კაი, იყოს 10 ნათესავი. ხო. რომლის ამ 10 ნათესავიდან
არა არ გამოდის. მოდი 20. ვერ გესაბამე 50% ვერ არ გახსოვს სახელი რა. 7.5 ესოს ვერ წამატებდა. ნახევარი კოჭილი დაწესავი. სახელი ნახევარი გახსოვს მარტო. ხო. ლე და ვანი არ გახსოვს. ხო და გახსოვს და ეს რო დაყნოსე ყველა გაიხსენე რა. არა ხო და ბიჭო არა როგორ დაასკრეს ან რატო დააყნოსა ვიღაცა როზმარინს ვიღაცას რაღაცეები. აღუდგა გამეხსიერება. ეგ რამდენად ოფიციალური ის არის კვლევა. დარწმუნებული ვარ რომ ეგ არის. მე რატომ ეს მონია სტილში რომ კიტრზე დაждომა პროსტატის პრობლემებს მიჩვევას იწვევს როზმარინი სკალა რო გადაობდა იმაზე ტატოზე ჩემი ცხოვრებისო ძალიან დიდი ნაწილი მაგ გატარებულია ტატო რო რაღაცას იხსენებს როზმარინი ერთ დაუძეთ ზვა გაახსენდება დაყნოსავს მიმართავ როზმარინის უშამათობაში დაუდეთ ო რაღაც გასაყნოს როზმარინის არა უნდა დავტესტო მაგრამ რამდენი ხანი უნდა ყნოსავდე როზმარინს სულ გაუთავებ ეგრევე გაუჯობეს როგორც კი დაყნოსავ ეგრევე გაუჯობ მაგარი რაღაც ყოფილი ერთი როზმარინი გავაწყო ლალის გაყნოსილი თუ არ გქონდეს მე ვიყო ტრაკი კი თუმცა როზმარინი არა ლალიმ დაგვიწერა რაღაცა თამაში და თქვენ როს გათამაშებთ და წაგებულს მოუწევ სამშეთის და ყველაზე მოხმარებადი სითხეები უნდა დაასახელოთ სოფლიოში სტატისტიკა ეფუძნება ლალის ასე რომ არ ვარ პასუხისმგებელი არაფერზე დაიწყე როგორც სტუმარმა მესამე ადგილი წყალი პირველი ადგილი გაგვიჭირდება ალბათ ჩაია მეორე ადგილი კარგად მივდივართ შენ ლუდი მეხუთე ადგილი წვენი ნატურალური წვენია ნატურალური წვენი მერვე ადგილი წვენი ავიც ღვინო მეექვსე ადგილი შუაშორი გამოჭედილი ერთი კიდე რა არის სითხეები ალკოჰოლური სასმელი თქვით ანა ღვინო და ლუდი იყო და ალკოჰოლური სასმელი ვოდკა უნდა არა ხო რაღაცა არ არის შეცდომაში შევიყვანე გაზიანი სასმელი კოკა-კოლა ესეთ რაღაც მეოთხე ადგილი easy peasy lemon squeeze ანუ შენ გაქვს შანსი გურახი ყვასი მინერალური წყალი წყალში გადის ეგ წყალია რა წყალია ეგ ფეხებზე მკიდია რძე რძე ძალიან კარგია მე-7 ადგილი სკინდები ამოაგდო მე-9 და მე-10 ავიგინები რომ მე-9-ს ვერ გამოიცნობენ რა ვერა ვერა აი ეგ იცოდეთ რომ ძალიან მე-9 არის პიზდეც მე-9-ზე რაც არის იმიტომ არის რომ ერთ-ერთ კონტინენტზე მოიხმარე განსაკუთრებით მაგ ხო კაი მიშლება იყო კენგურუს ზრდზე ლალის თქო რომ მეორე ჭიქაც გამიზადოს რა ამათვის რა რომ ორივეს მოუწიოს სმუზი მე-10 არის სმუზი შემდეგი ახლა სამ ჭიქაზე ხართ ასული კომპოტი ყოჩა არა კომპოტი შეიძლება და აი როგორი რაღაც გავიწყდებათ იცი აი არაყას რო ახსენებდით მისაყოლებელი არა აღარ ითმობს რა წავაგე მე წავაგე всё მიკარნახეზე ორი გაქვს მე არა სამართლო არ ორი და ეს მე-10 ადგილი ეს არის ხო და მე ეს გაზიან სასმელებში გავიყვანე და ხევსის ცხიმი რა ზე შეცვალე კინო კოსის აუ კაი წყალი ხო კოკოსის წყალი კოკოსის წყალი არ არის ჩორტივოს დაეთ რა ვიცი ორივე მწაგეთ იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეგეშალოთ ორივე შე კვასი და რაღაცები რო იცახეთ ბიჭო არა მე ლოგიკური ხე ვისკი არა ვისკი მე გამიკვირდა თუ მოუმატოთ ვისკისმა მეგობრებო ჩვენ ვიზრუნებთ მაღაზიაზე რომ ვისკი მეტი დაილიოს და ჩემი აზრით ლუდი არის ცოტა დასაცინაურებელი არ სვამ არა ხარ დავლე არა თუ გინდა არ დალიო კაცო დაზალებაზე არაა ჩვენთან სიყვარული და ჩახუტებაა თუდაც რო ხდები აბა გაგვიმარჯოს მაგრად ვიყოთ კარგად ვიყოთ თქვენ გაგიმარჯოთ მაყურებელო მადლობა გვერდში დგომისთვის კიდო ერთხელ შენ გინდოდა საუბარი რაღაც თემაზე ყარა სანამ გადავიდეთ ამ თამაში ხო პოდკასტები ბევრია მართალი ხარ კარგია თუ ცუდია ბიჭო მე მომწონს მაგალითად რაღაც სპეციფიური ისინი რო აქვს აი განხრები აი არის UFC-ზე იმენა პოდკასტების ქვეყანა ვარ
ეს თუ მომრავლდა, აი პოდკასტების პანდემია. ყველა ოჯახში შეიძლება თითო პოდკასტი. კი, მუღამი რა საქმე იცი? როცა რაღაც განხრით არის ხოლმე რა, აი UFC-ზე აქვს პოდკასტი, ძალიან კაია. მოტოციკლზე რო აქვს ის ძალიან კაია. ეგენი ხო კარგია, მაგრამ ნახე როგორი თემაა, ბევრია რა და სოფლიოშიც ბევრი არის. ნუ მოთხოვნადის არის ალბათ, თუ მეგიტო. იმ დღეს ნახე იმაში პორნოშიც იყო რა. პორნო პოდკასტი? ხო. ვერცუჩ. ეს სად დადის ბიჭო იქ რაღაცა ტოჩკებს გვეუბნება. მოცეკვავი, ბოზები, პორნო პოდკასტები. ვინ არის ესა? და ვინ მოიყვანს? ვინ მომიწევს? ხო და გამაგიჟა. არის რა. არა, ეჭვიც არ მეპარება და ცუდი არაფერი არწმუნებული. იფიქრო. ბიჭო, დარწმუნებული ვარ, რომ იქ. ცუდი თვალით არ გიხურებს. არა, ანუ ისე განვითარდა რა ხო ასე ხარ, ანუ თემა მოიტანა რა, ნუ პოდკასტი. მე ძალიან დიდი ბევრი წელია მესმის რა. 10 წელია მესმის, რომ პოდკასტი კაი იდეა ხო არ გავაკეთოთ ბევრისგან, ნუ ესე გაკეთდა რა. შეიძლება გაკეთდა. არა, ხო და მე აი გულწრფელად ვიტყვი, მე იქით მომწონს რომ YouTube-ზე აქტიურობენ ძალიან ბევრს. ნახე არ აქვს მნიშვნელობა რა. მე ვაფასებ რომ კაი პოდკასტი რომელია რა. აი მე მაგალითად პოდკასტში რომ მივდივარ, ჩემ თავზე რომ ვილაპარაკო, აი მაქედან გამომდინარე ვიძახი რა. კარგი გადმოცემის უნარი უნდა გქონდეს. ანუ ჩვენი პოდკასტი ძალიან ცუდია, და არა, პირიქით, მე თქვენ პოდკასტს უყურებ და მეყურებინება ასე ვთქვათ რა. არის რაღაც პოდკასტები, რასაც ვერ უყურებ. აი, იმიტომ რომ აი რაღაცა ისეთი არ არის რა, უნდა დაგიჭიროს. უნდა გასმენინოს კარგად. ანუ ტიპის ლაპარაკი, აი რო დაჯდები ასე სუფრასთან და ისე აი საინტერესო უნდა იყოს ტიპის ადამიანი, რომელიც მაგრამ მოგწონებია რა, საუბარი რაღაცა და რო დაჯდები, აი რო უთქვამთ ხოლმე ისეთი ტიპიაო, რომ აი 2 წელი რო უსმინო არ მომბეზდებაო. აი ეგეთი ტიპი უნდა იყოს იმებზე რა, პოდკასტებზე რა. რომ იქ ურთიერთობა მოგეწონ, ჩათვალე მაყურებელ შენთან აქ ურთიერთობა რა და ახლა რაღაც ახალს კი არ ვიძახი, მაგრამ აი უნდა ჯდებოდეს რა და ნუ ბევრი შეიძლება ვერ ჯდება მაგ თემაში. ანუ რაღაცა გონიათ რომ რაღაცა აი ზოგი მგონია რომ პროსტა ძალით გაკეთებული რაღაცა არის რა. ცოტას აუხარია პოდკასტი უხარია, მაგიტო უხარია რომ ეს არა, კარგია რა. ჩემი აზრით დღეს გადაღება გვაქვს? ჩემი აზრით რა არის, იცი მე იმას კი არ ვიძახი რომ არ უნდა იყოს მაგდენი პოდკასტი. ჩემი აზრით პირიქით იყოს და საუკეთესოები იქნება დაფასება რა, ანუ ხარისხი იქნება რა, აიწევა. ჩვენ შეგვიძლია რომ ეს პოდკასტები გავიტანოთ ექსპორტზე. არა, არ გავა. ჩემს და. ანუ ვაწარმოო. ეს თუ რაღაც შრომა ხო იხარჯება. არა ბიჭო, კი კაია. მე მგონია რომ ბევრი უნდა იყოს და მე პირიქით მომწონს ეს მიმართულებები ცალკე. აი, გაიხსენე, უყურებას არ ჯობია ქართულს უყურო? როგორ არა და თუ გაქვს მაგალითად აქ რაღაც კონკრეტულ თემაზე. ეგეთი ხალხიც ხო არ მე ქართულებს არ უყურებ. კი, ბევრია ზა. მე ქართული YouTube-ს არ უყურებ. ბიჭო, კონკრეტულად შენ რაც გაინტერესებს იმ თემაზე თუ არის ქართულად რაღაცა, ისე კაია რა, რავი ახლა. რაც როგორ არა. მე გამისწორდა რაღაცებს რო უსმინე. ცოტა საქართველოში რო ცხოვრ და ცოტა ენა რო აქვს დავიწყებული. ხო არის ეგეთები. ქართული რო არ იცის. იმდეს უყურებს ამ უცხოურს ძმაო რომ მიდი. შენ პოდკასტები რო არ გიყვარს გეტყობა მიკროფონში არ ლაპარაკობ ხოლმე. ესე უნდა ვიბაზრო? ანუ ცოტა იცი. ხო, პოდკასტზე არის შემდეგი თემა. არ ვიცი ეს თემა ჩვენთან რატომ მოხდა, მაგრამ ლანა როუდსიო, ეგეთი პორნო ვარსკვლავი და ვარქვათ. აია, მე. ხო, პორნოზეს ვისაუბრეთ, პოდკასტზე ვისაუბრეთ, აი გავაერთიანეთ. პორნოზე რა ვისაუბრეთ? პორნო პოდკასტზე ვისაუბრეთ. აი ქუჩაზე ხელოსნებზე და ხო, ნუ მოგდეთ ლანა როუდსი არის ერთ-ერთი პორნო ვარსკვლავი, როგორც გაირკვა. მე მის შემოქმედებას არ ვიცნობ. არა, სამწუხაროდ არა. მე უფრო გეი, კი არა და გადახვედი ჩვენ სხვა ლეველით. ხო, არა, მართლა მიდის ხოლმე ის გამეიკასთან. მე მუჭებთან. ხრეშის მაგარასთან მივდივარ. სვენასთან შეიძლება თანამდე უჭერს. არა, ხო, არა, ბიჭო, თემა რომ ნახე რა შეიძლება გვესაუბრა, რო დავგუგლე, ანუ სურათი, არაფერი სხვა არ დამიგუგლობს.
სულად სახეზე ვერ ვიცარი აშკარად. მაგას უგულისხმობ. ხო და ნუ მოკლედ პოდკასტზე იყო და გამოაჩინა თავისი შვილიო და თემა რა არის იცი ნუ პორნოვარსკვლავ შვილი ყავს ახლა ხო შვილი გამოაჩინა პორნოში. როგორ დაურსო და არ გავიგვირდება მაგრამ არა პოდკასტში პოდკასტში იყო მისული და შვილთან ერთად მივიდა რაღაც პოდკასტზე რა. მეთქი პორნოში. მე ვაფშე გამავიგე ბავშვი გვიდგა. ბიჭო არა ხო იქ მიიყვანა პროსტა იმედი. სამსახურში წაიყვანა დედა ბავშვი. ვერ დაუტოვა ვერავის და მეგონა. თარა მე პოდკასტში მე დააბულინგეს ბავშვის და დედაც. ჯერ დედა დააბულინგეს, მე ბავშვი დააბულინგეს. და საშინელება რა არის იმ მომენტში, ხო? რომ ერთის მხრივ ბევრს ეცოდებოდა ბავშვი, ბევრი კომენტარი იყო იმაზე, რომ ანუ მე და გამოგეჩინაო. მან რა თემა იცი, ეს პორნოვარსკვლავობა არის როგორც პროფესია და ისეთი თემა და არა რაღაცა ხო ხდება, ანუ იმათი გადმოსახედიდან ეს არის რაღაცა როგორც მაგალითად მაზე ხრეშის მანქანაზე მუშაობ. ეგეთი ჩვეულებრივი პარტი ვაფშე ხო. რაღაცა კაფელში კი რაღაც ნებისმიერი ძირთადად სულ ეგეთი ვიდეოებია ყვარა კაფელში ხრეშის მანქანა რომ მე ბარხები ბასეინში მინდავი პოლიცია ხო ანუ მაგათთვის ეგრეა იმათი გადმოსახედიდან ეგრეა და იმისთვის იმ ბავშვის მიყვანაც ეთყობა ჩვეულებრივი ბანდი იყო პრობლემა რა არა ხო და ნახე რა თემა და ვიღაცისთვის არის პრობლემა მაგრამ უბრალოდ მანდარი რა თემა იცი ბავშვის სოფხედველობა ჯერ ხო არ არის ჩამოყალიბებული და იმას რა უნდა რა აქედან გამომდინარე ეგ უნდა გაითვალისწინო რა ალბათ პირველ რიგში მშობელმა მეორე რიგში იმ რაღაცა სადაც მიიწვიეს იმის პროდიუსერმა და რავი ასე შემდეგ რა პროსტა ყველაფრის აი ალბათ ძალიან დიდი ინგეიჯმენტი მოიტანა მაგან მაგრამ არ ღირს არც ერთი ადამიანის რაღაცა დაბულინგებად და ცუდად მერე ხო ანუ ნახე შეიძლება იმოქმედოს ძალიან ცუდად მაგის ფსიქიკას მას თავის ცხოვრება აქვს კი ბატონო როგორც არის რაც არის და უნდა იქ უნდა 10-დან და უნდა 20-დან ხო მაგრამ ბავშვის მომენტი არის რომ ბავშვი რო გამოიჩინა თან როგორც მიხვდით პატარა ბავშვის არ არის ხომ თქვათ რამდენი ის იქნება ერთი წლის არის უფრო დიდი ის გავდა აშკარად ხო ნუ მომოკლეთ რა პოდკასტზე რო გამოაჩინა ამ ბავშვის თემა ის არის რომ წინა ხევრისას გავდა არა 1-2 წლის სურათში რომ ნახე 1-2 წლის 3 წლის გავდა რა რა პატარა შეჩემო 2 და 3-ის მე რა მნიშვნელობა ანახე ფეხა მაქსულა ხო ნუ კაროჩე დასაცინი თუ აქვთ ერთმანეთზე უეჭველი დაცინიან ხოლმე ერთმანეთს რა ხო ის რომ ბახშად აქცინიან დედაშენი ვიდეოში ბიჭო არა ის არა აქვს რა ბახში რომ დაქცინიან როგორ არ არსებობს ბახში არის სკოლაში და მე მოუხში შეჩემო რა გუნდში დაგიხეჭო ეხა ყველაფერი და რა არის ვერ გავიგედო მაგაზე ერთ შარზე ხარ შენ? მაგაზე ერთ მაგარ რაღაცას მოგიყვები რა. და დანასმისიერი. სკოლის ბავშვზე რა. არჩე ერთ-ერთი ადრე რა, ცოტა ძველი ამბავია და ერთ-ერთი იუმორისტი. დადიოდა ხოლმე რაღაცასთან რა, უბანში, ერთ-ერთ უბანში და კარჩე სკოლაში გაბაზდა ეს ამბავი რა. ერთ-ერთი ბავშვი კლასში ბლატაობდა იმით რომ მამი და ჩემთან იცი ვინ დადის? აი ისა. ამას ახეს დაგვარს არ ვიტყვი. არა. ანუ როგორ თემა გაიგაც რომ ბავშვი იცი ის ხო ვერ ხვდება რა. მამი და ჩემს იცი ვინ აი პონტია. ეგ პონტია რა ვერ გაიგებ მაგას რა. უფრო ალბათ თინეიჯერობის ასაკში მიხვდება რა. ხო და ეგ არის, მაგრამ ყველაზე საწყარი რა არის იცი ამ ყველაფერში, რაც ეხა ვისაუბრეთ, რომ ბავშვი მიიყვანა 1 წლის არის და რაღაცა პოდკასტი. იქ იყო ხალხის კომენტარები, აი, იმდენად საშინელებები, ცუდი რაღაცა. საზღარი არსებები ვართ ადამიანები რა. საბოლოო ჯამში ეგ დასკვნა გამოვიტანე. შავი იუმორი იქნებოდა ალბათ. შავი იუმორს თავიდან, ანუ ეგ იუმორი არის ხო რა, 1 წლის ბავშვს რო ეგეთ რაღაცებს უწერ, ეგ იუმორს ხდება რა, ეგ არის უბრალოდ ამაზრდენი რაღაცა. 1-2-ს წავიკითხავთ კიდევაც ახლა. უბრალოდ რომ მიხვდეს ხალხი რაზე მიდის საერთოდ საუბარი რა. ეს ბავშვი ჯგუფური სამუშაოა. ჩინგისხანი ოღონდ პირიქით.
ეს ძალიან მაგარია ჩინგისხანი ოღონ პირიქით ყველას აი გავსაი. როგორი თემა იცი პროსტა ბავშვია თუ რა ხუმრობა ახლა ისეთი ყველას ნახე აქვს მისი ჩასახო. აი, ნუ ეს არის რა. ეს დედამისზე უფრო იყო ეხა. მე არ მომწონს იცი აი ხა მაგალითად ერთ-ერთ ქალზე გქონდა ვიდეო რა ყველა მაგრად ღადაობს მაგ ქალზე ჩვენც დავარეაქტეთ გავიცინეთ და ჩვენზე წამოვიდა ჰეიტა როგორ გავიდეთ მეთქი ანუ შენ როგეცი მეც მეცინე ის ხო ფრედი მერკურის სიმღერა რო დაადეთ ხო რაღაცა ეგ არ ყოფილა ეთერში იმაზე რა ქეთი ედი გუნაშვილის ვიდეო დავარეაქტეთ არ მინახავს აი ადონო აქაც ეგ თემა ანუ თვითონ ხალხია ისეთი ნამდვილი გაერო ერთიანებული ერების ორგანიზაცია სიბოროტეა ეს არის ხა გამოცდა ადამიანობის გამოცდა გოგზა გაგეცინება ეხა ბაზარი არა ცოდოა ის ბავშვი შევა თვითონაც გაიცინოს ვინც არ უნდა მოიყვანოს ცოლად ვიზაშვილი იქნება გენეალოგიური მოდი შაივე და რაღაცებს ახლა რო ზაიგეთ რაღაც მაინც ასაცილო ასე თუ ისე გეცნება რაღაცას მერა ნახე იუმორს აქ ისა რომ იმის გადმოსახედიდან ბავშვობა არ უნდა გაუფუჭო ბავშვს შენი მეტად როცა ბავშვია მაგრამ სანამ დავიწყებდით პოდკასტს მაგრამ ნახე ბოდიში გაგაწყვეტინებ ნახე მან ბავშვობა ანუ დანაშავე ვინ არის ამ შემთხვევაში შობელი და ის პოდკასტის რაღაცა რომ ეგ გააკეთეს ბიჭო რასაც მაგათმა ხო იცოდე რომ ის engagement ეგეთი იქნებოდა შენ რასაც ეგ არის აკეთებდე ხოლმე ხილდებოდა არ დაწეროს და ვერ დაუშლი რა ტიპებს ვერ დაუშლი ეხემა რა ის სურათი რო არის ხო ახსენეთ ის რა ქვია პატარა ბავშვი რო უჭირავს ეს და ეს პირში რო უდევს ვიღა ჩუვაკს სუფრაზე პატარა ბავშვის კუტუ რო უდევს ბიჭო არ გაგტო ნახი ეგ ჭუჭოლიკებში კოცნის არ ქვია შეჩემო ჩაკბეჭილი აქ რავი აი ეგ ბავშვი რო გაიზრდება ეგეთი რაღაცა რო ჩემ თავზე მენახა ვიყო თუ არ დამებრიდა ბიჭო რა ზაშვილი ვიყო ის ჩამედო პირში ნახის ბიჭო მაგარი ცუდი რაღაცა მაგისთვის თუ იგივე არ გამეკეთებინა ან კაი ის გააკეთეს ჯანდაბა სურათი რატო გადაუღო ვიღაცამ აი და დადო და დადო და ესეთ ან საქვეყნოთ რომ ამაყობ ხო იცი რა აი შემოვევა ჩემი ჯუჯულები არის მიჯი ვენადვალე მაგ ბავშვებს ძალიან ბევრ რაღაცას მე ის ძალიან მევასება ტუჩებში ოკოცნიან ბავშვებს ეგეც ცუდია მე ყველა ბავშვი ბიჭო ძალიან ბავშვები ძალიან საყვარლებიან სუმინდა ხოლმე რომ უკბინო ჩავგებნო რაღაცას მაგრამ ბიჭო თვითონ ბავშვიც ხო წუხდება რაღაც უნდა მოერიდო და კი არა ძალიან ცუდია პირიქით აი აქედან დაასკვნა რა ბავშვებს უნდა გაუფრთხილდეთ და მაქსიმალურად მოვარიდოთ ყველანაირ ბავშვთა დაცვის დღე მოდის ოი ხო ყველაზე მნიშვნელოვანი პარასკევს დაიდება ეს ვიდეო პოდკასტი და სულ რაღაც 2 დღე იქნება დარჩენილი 26 მაისამდე საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე და მოგილოცავთ თქვენს მეგობრებო და მივილოცავთ ჩვენს მაყურებელსაც გაუმარჯოს საქართველოს დროშა ძმაო ქართული ეს რაღაცა ცუდად პატრიოტული ქართული ნატურალური ყველაფერი კარგია მართლა კარგია პატრიოტული კი გაუმარჯოს საქართველოს გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს და ვისურვოთ რომ ყოფილიყოს ისეთი როგორც თითოეულ ჩვენთაგანს გაუხარდება მისი ხილვა რა გაერთიანებული გაძლიერებული გალამაზებული და მაქსიმალურად გავაკეთოთ რომ ეს ამ ყველაფრისთვის მიგვეღწიოს რა თითო ქვა დავდოთ რომ დიდი კედელი ავაშენოთ გენოსაც შემოწყვეტ რა რაც იცის რა ბიჭო რა ამგულში ეჯექი ცოტა თამადად რო გავაქირავთ ისე ზამატებით შემოსავალი არ წამოვა ბიჭო არა თამადობაში ხო ეგ თემატურად დაემთხვა მე მქონდა ერთი შემთხვევა თამადაზე თუ გინდა მე გეტყვი ბეუშ ეხა გითხარი არჩე სუფრაზე ვარ ბევრი წლის წინ რა და მიკეთია საყურე და არჩე იცი გადიხარ შენ და თუ გინდა არ მოუყვებ არჩე ეგეთი ისეთი სუფრაა რა ასა ალაფუში არ ვიტყვი რა იმიტომ რომ არჩე მე სუფრაა რა იტოქში და თამადა არის ერთი პადსოროკ მასტია ესეთი ენაცვალე საქართველოს გაუმარჯოს და აბა სადა აბა ჩვენი ქვეყანა და აბა ესა და ბიჭო მე მეკეთია საყურებს ვარ ეს თამადაზის ეს შეჯვარი წერი თამადაზის ესე და ქართულ რაღაცას გაუმარჯოს მაგრამ ეს საყურე რაღაცას მეუნება იქიდან ხუმრობს თუ რა შვება ვერ გავიგე ნუ ერთი ეს ყურადღების გამახვილება მაგარი ესეთი თემაა რა ამ საყურეზე და ნუ კაი
ეს გავატარეთ. მერე კიდე რაღაცა სადღეგრძელოებია, სამი სადღეგრძელოს მერე კიდე რაღაცა ეს კი კაი კაცი ხარ, მაგრამ საყურე როცა რაღაცა ხუთ შუტკა არც მახსოვს რა. ბიჭო მესამე კიდე სამ დღეზე და მესამეთაც შემომიტია რა. ეს საყურე ბიჭო როგორი პონტია ცი არავინ არ ამახვილებდა მაგაზე ყურადღებას და ყველა საყურის გამო რაღაცა უკვე ისეთ შეეხო რა ცოტა პირადისკენაც წავიდა რომ საყურის თემაში და მეთქი ერთი წამი მეთქი რომ მორჩები სადღეგრძელოს მეთქი მოდითქო და გავედით და ესეთი რაც გავედით იმ ადგილას ესეთი გრძელი კიბეები არის რა დაგორდა არა ხოდა ვეკითხები რომ მეთქი რამე პრობლემა გაქვს მეთქი საყურეზე თქო თუ რა ხდება მეთქი რა რას არც მეთქი არც შუტკა რაღაც ვინახარ რაღაცა ეს საუბარი მიდის და ეს მომიახლოვდა რა კიდე ეხა ავიღო შენგანო ჩემი რა დასასრულს არ ველოდებოდი ამის გარდაში ჩემი კარგი ხოდა თამადამ ჩემი ეცი თუ ვიტყობოდი რამეს რა ბიჭო უცებ რაღაცა ვერ გადავხარშე უცებ და მეთქი ეხა ეგ სანამ არ დაგაგურეს და ბიჭო აი ამ კიბეებზე როგორ ჩავიდა არ მახსოვს მაო ეგრევე გაიქცა და წავიდა და რომ მოbrunდის თამადასაც წავიდა რაღაცა თამადა წავიდა სადღაც თამადას რაღაცები დატოვა ანუ მაგრა დათრა და ეს თამადა და ბოლოს ანუ რაღაცა მიწევდა ანუ აი პონტი რა არიცი რომ ანუ რადგან საყურე მეკეთა ეგონა რომ ესე გამომიწევდა მე და იქ მე იმას პირში მისვლა იყო მაგარი თამადას წარმოედგინე ხა რა ხდება არა ეგ მაგ თემაზე მე ხა უცხოა აი რამდენი შეფარული და ესეთი ის არის მე ველოდებოდი სტანდარტულ ისტორიას რომ ვიღაცა ტიპი გაიჩითა და მე გავახე იმის გამო რომ გამოყენებული არა ნუ ვაპირებდი მე მქონია ძალიან ხშირად ეგეთი შემთხვევა ბიჭო ჩემი ხასიათები არის როცა და რა გადაობა ის ბოდიში რომ იმ სუფრაზე მე მაკნინებს რომ საყურე და ის ანუ მე გამოვყავარ ცუდი ტიპი თვითონ გენაცვალე საქართველოს მაგარი კაცი არის და გამოდის და ავიღებო მე უნება და რავი ანუ არ წერია არაფერში რა ანუ დეგენერატი იყო ვიღაცა ფარისეველი არის ტიპი კომპლექსიანი ვიღაცა დეგენერატი ხო და ეს კომპლექსიანი მარტო ერთი არ იქნება ეგეთი კი კაცო რამდენიც გინდა დარწმუნებული ვარ მაგას ასე რომ ღიად მას ნუ ფუთავ რატო იმაშვე ვიცოდეთ რა რისი გერიდება ხო და ბიჭო მაგას ვამბობდი რა ჩასვით გიდა მე რო ნასვამი რო ვარ და რაღაცა ან ბარში ვარ ან რაღაცა ხოვაზე ხარ რო ვერთობი მაგრამ კიდია ეხა ვიღაცა რაღაცა 100 ფიქრება ხან როგორ აი ვერთობი ვატრაკებ ბოლომდე და ყველას გონია რომ საით ვიყავს საუბარი არა გეტყვი ის მოყევი ცოტნე ამას რამდენი გეიმკერავდა იცი ხო კაპით რო იყავი ჩასული ეგ მოყევი რა კაპით არ და ხო და ყველას გონია რომ ვიღაცა დებილია დეგენერატი რატო ან მე ხო ანუ რატო თორე ხო ხო და ვიღაც გონია რომ აი ვიღაცა დებილია და რაღაც ცოტნე რატომ მე მაგის არა რატო მოდის ხო რამე ბიჭო არა ხო და ვიღაცებს გონიათ რომ აუ ეს ვიღაც დეგენერატია რაღაცა მე ხოვაზე ხარ რაღაცა აი ძალიან უხეშად მოგექცევიან მე გიწევს რომ და არიციან უკვე ნებისმიერი ო შეიძლება ეს არის რა მაგრამ რა საყურე გეკეთა ეგეთი გაფიცებ რომ არაფერი ბიჭო ხო ეს პირატის ისეთი არა ფოტოშორის ისეთი კაცური საყურეები გიშერი ხო თვალი რო არ გეცეს რა ბაიკი საყურე რაღაცა ხო ეხა ამ თემის განხილვა აღარ მინდა დაჟე ამ სიტყვის განხილვა რაც ყარა მოყვა მაგის მერე მაგრამ თამადა საიდან მოდის სიტყვა მე ახალი იდეები დამებადა ძალიან ბევრი აუ არა აი აღარ გვიდა თამადა საიდან მოდის თავადა თავიდან რაღაცა სუფრის თავიდან თამადიდან თავადა ხო რაღაცა
მაქედან ნაწარმოები უფრო მგონია მეგონა სანამ შენ მოყვებოდი იმ ისტორიას ავადა რაღაცა ხო მაქედან სუფრის თავი აქ არსებობს ერთი ვერსია რომ ამოდა როგორ არის ზემო სვანეთში თამათა უბრალოდ ერქვა TBV-ს წინამძღოლს რა რომელიც სიმღერას იწყებდა პირველი TBV-ს დროს რა და აი სვავდნენ TBV-ს დროს ანუ რა თქმა უნდა აი ხა დარწმუნებული ვარ TBV-ს დროს ფხიზელი ვერ იქნები თან დიდი ალბათობით ეს დაღმართზე უწევდა TBV-ი TBV-ია შენ კი კაცო მე სოფელში გაზრდილი ბავშვი ვარ მართლა და სვავდი ბავშვობიდან თოხნის და იმის დროს ყოველთვის ღვინო მიქონდა ძმო აი ჩემი მტერი იჯდა იქ 30 გრადუს სიცხეში თოხლის მე არ ვსავდი მაგრამ ვთიბავდი ხოლმე არა ცოტა ის კი არა რომ კერ ტრებოდი და რაღაცა ხო და სიტყვა თამადა ქართულ წარკვევებში ნარკვევებში რა თუ წავიკითხე აუ გეუბნებ დამენძრაში ჩემ დამაკლდა თვალს მართლა ძალიან თან 19 საუკუნემდე არ ჩანსო ანუ შეიძლება ვაფშე შემოსული სიტყვა იყოს იმიტომ რომ სუფრა გაცილებით უფრო მანამდე გვექნებოდა ვიდრე სუფრა ვიცი რომ თურქულია თვითონ სიტყვა და ნუ აქ მიდის კიდე ესეთი ის რომ თავი მაგდისა თავმაგი და თავმადა თამადა თავმაგი თავიკაცი ხო რა გამომდინარე სიტყვა თავმადა შეიძლება ჭამა მე მგონია რომ თავნება შეიძლება ყოფილიყო კიდე მაქსიმум თავნება ის იყო თავნება ის თამადა იყო თავნება პირნება უპირობო თამადა მოვიკითხავ აქედან რატო დაიკარგე მაგის მე მართლა არსად არ მინახავს ჩვენ რა თქმა უნდა ის გვაქვს გათამაშება ნაკრებების ლუდისასი და ბავარიის და საუკეთესო კომენტარები წინა გადაცემიდან სანამ კომენტარებს და გამარჯვებულებს გამოვლენდეთ წინა გადაცემიდან კვარას გადავცეთ ჩვენი სასაჩუქრე ნაკრები რომელიც ესე გამოიყურება ხო მიდი ესე გამოიყურება სასაჩუქრეის არის შიგნით ჩიპსები ლუდები და თქვენც მოიგებთ თუ რაღაც კარგ კომენტარს დაწერს ასე ცოტნე ამბობდა წეგან რომ რატო უნდა გამოიწეროთ სამარილე არხი ჩვენი შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით დაწეროთ ან ნებისმიერი სახალისო კომენტარი რაც გაგიხარდებათ იმას თუ დაწერთ ავარჩევთ ჩვენ და შემდგომ გადაცემაში იხილავთ ვინ მოიგო საუკეთესო კომენტარების ეხლა კიდე ხო ეხლა კიდე გამოვავლინოთ წინა გადაცემის საუკეთესო ავტორები. ცოტნე მოგვიყევი ხოლმე რუსეთში გატარებულ წლებზე საინტერესოა. არ არის საინტერესო. სოსოს ამომურზე დაკვრას დაამუღამე, იქნება გამოგადგეს იქ. ვინ გააჩერებს ტროტუარზე ჯიპს არ ყავთ მანდ მამაოები. ეს სოსოს იმაზე არის კორეაზე არის, კაი იყო. სამეფო გულმა რო გიკფინოს მთვრალი იმპერატორი გაიჩიტება მერე ის გველი. გარ არის გამორიცხული. შემდეგზე ესე დიალოგი გააძრეთ რა. გუნდიშა ბავარია, რავარია, ცოტნე ანუ მიდი გავაძროთ ხა. ბავარია, რავარია. ძალიან მაგარია. კენაცვალე. გავაჯორის ადში არ მოხდა. კაი კაცი. კაი კაცი არის. იმენა ძალიან კაი კაცია. კაი კაცი. აქედან მოგითხო კაი კაცი. კი, ძალიან მევასები. მომენტი როდესაც ჩრდილოეთ კორეაში იყავი და კიმს გადაურჩი, ინდონეზიაში სამეფო კობრას გადაურჩი და აქ გლოვოს კურიერმა მოკლა შიმშილით. ეს ისება რომ აგვიანებენ ხოლმე და რომ ვერ აგნებენ. დაგეჯახა. რომ ვერ აგნებენ ხოლმე. წინაზე ეწერა სხვათა შორის ეს კურიერებზე რომ ლაპარაკობდით, ვიღაცას თვითონ კურიერს ეწერა ის რა, რომ ძალიან ბევრი ის რომ მიდის რა, ფული იმათთან. ჩვენო, ანუ იმდენად მინიმალური თანხა დაწერა თვითონ არის და ორი თეთრი თუ რაღაც მოგვდისო, წვიმის დროს რო დავდივართ მაღაზიო. ანუ მაინც ანუ წვიმაში ტიპი რო დადის კიდე იმათ ერიცხება ანუ შენ გლოვო გაჭრის მაგის ფულს გლოვო ან კომპანია რომელიც ამ შემთხვევაში გლოვოზე რომელიც შენ გაჭრის მაგ ფულს რომ კურიერის ვადო კურიერს არ აძლევს მაგ ფულს სოსო ამდენი იწვალა იშრომა როგორ მეგლდანიდან თავი რომ დაეხწია და ჩtildeოთ კორეაში ამოყო თავი ხო სოსო მაგარ სტრესშია ბოლო პერიოდი ჩtildeოთ კორეა რეალის წაგება გველების კუნძული წადით ძმაო რამე სასტუმროიან ქვეყანაში დაისვენე. ის არის რჩევები სოსოსთვის. სხვადასხვა ჩვენი სასტუმრო ქონდა კორეას იქ. ეს იყო ბოლო.
კვარა შენი ფავორიტი რომელი იყო? რომელი მოგეწონა? პირველი მე მგონი. ეგ არის შენი ფავორიტი? კვარა მე ხა კარგად ვერ გაიხსნა რაღაცა და არა, ნუ ეხლა არ აირჩია. მე აუცილებლად ჯიპები რო არ ყავთ იქ, მაგას გავამარჯვებინებ. ჯიპები არა, ის ხო, მამაები. მაგას ვიცოდი რომ მაგას მამაები არ და მე ყავთ. მე კაი კაცის კომენტარი მომეწონა რა. მე ვიცოდი რომ შენ კაი კაცი ვარ. შედგა. კიდევ ერთხელ მადლობას ვეთქვი ჩვენ სპონსორებს, ეს არის ლუდისას ნაკრები და ლუდისა არის ჩვენი სპონსორი და ასევე ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია, ასევე ამ ნაკრებში იქნება საჩუქრად. რუსულ სიტყვას ვიხმარ რა შენ რუსეთში ხარ გაზე რა. ნიხვატკა ხო არ გრჩებათ ეხა. ნიხვატკა. ეს პოდკასტი რო სრულდება. ეს პოდკასტი არასდროს არ დასრულდება. არა, ეხლა შენ მაგის დღეს. იმედი არ გქონდეს, რომ ეხლა შენ ახალის დაწყებ. დღეს. მე ძალიან მიხარია, რომ პირველ რიგში რაც არის ფაქტი ის, რომ YouTube-ი ესე ვართ ერთიანად და მაგრად დიდი წილი YouTube-ის. მე ეგ მიხარია, მე მიხარია, რომ შენ მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ისაუბრე იმაზე, რომ არ მინდა ხოლმე პოდკასტებზე სიარული და რაღაცა, მაინც ჩვენ გული გაგვიხარე და ჩვენს გვერდით იყავი. პოდკასტებში არ მინდა. ხო და მე მადლობელი ვარ მაგის რომ ჩვენს გამო გამარჯვესი დაუშვი. მე სუდათ არ გაიგოს, პოსტა მართლა სუდათ ანუ ჩემ თავზე ვერ ვლაპარაკ. მე მაპატიე. თამადაზე რაღაცები შემილია. ხო, ისე ერიდება ხოლმე ეგეთი ისტორიების მოყოლა. ხან თამადას მისცაფი. ისეთი მორიდებულია. არ შეუძლია ხალხ დაანებეთ თავი ყარას. ხო, არა, მართლა გამახსენდა ეხა სხვათა შორის რომ დავლიე ცოტა. სხვათა შორის ხო და მე რაღაც ისე ილაპარაკე შენ რომ თითქოს გახსნა გიჭირს და რაღაცები და რა შვენივრად იდეალურად ჩავატარეთ დღევანდელი პოდკასტი. მე 100%-ით ყვაყოფილი ვარ და გუნდიშა რა თქმა უნდა უკმაყოფილო როგორც რა იქნება კომენტარებში დაწერეთ, აბა რომ. მეგობრებო, ხო? რაღაცა მე გავაგრძელებ. კვარას არხი გამოიწერეთ რა 100-ზე რო ავიდეს და ვიგულაოთ. მე ყველა ერთად რომ მაგა რაღაცებს შეგვირდა და აქ ქუჩაზე იცი სკამეიკა რაღაცა და გამოიწერეთ. მე ყველა ერთად გავერთ. ხო? ნამდვილად. ო ერთად გაგვიმარჯოს. ანუ იცი როგორი არხია, გეგონება უკვე ბევრი გამომწერი ყავსო და მან და შეცდეს მაყურებელი, გაიგე? ხო. ასე გამოიწერეთ. 18000 ვართ. სხვათა შორის მალე ახვედით. ბიჭო ძალიან. და ხო, იმენა გამიკვირდა, გამიხარდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგ ფაქტით და ან კაია. ეს ყველაფერი ხო, ისევ და ისევ დამსახურებაა ამ ხალხის, ვინც ჩვენ გვერდში ვიდგას, რომ ეს ამ ყველაფრის მოწყობა, ამ ყველაფრის გაკეთება, განათება, კამერა, ნუ ჩვენი წილი ხო რა. ეს მაშინ მაყურება მიგია. ხო, ჩვენი წილი რაც შეგვიძლია ავზივარ და ვაკეთებ, მაგრამ ამ ყველაფრის მოწყობას და ამ ყველაფრის გაკეთებას და ფინანსური კუთხე ახლა შენ კარგად იცი YouTube-ზე რა ჯდება, როგორ ჯდება, რამდენად თან თემა რა არის, მაგრამ მოგერგო რა შენ, რა. წახვედი შენ. ამორთეთ ცოდნე შემოთორე ძალიან გამენა იმაში არის გადაჭრა. მითი თუ გინდა გააგზელი შენ. ნახე რა. ის ორი ჩემი თანაწამყვანი. კარგია, მედი გავაგზავნე. შენ ანუ კარგად აქვს მოწყობილი რა. ხო და მე მშვენივრად ვარ რა. შენ სხვაგანაც კიდალევდი, მაგრამ თან გადაცემა რა. თან ეს სხვა თემა არის რა. დავამთავროთ თუ რა წვეულებაზე ვეპატიჟებით. ვინც თქვით, იმ თამადაც იქნება. ისიც იქნება ყველა. დრეჟის ვაგანაც იქნება, ყველაფერი იქნება. წავედით. მაგრამ მადლობა მეგობრებო, გაგიმარჯოთ და მომავალ შეხვედრამდე. აბა.